ზოგი სახლი მიტოვებულია იმის გამო, რაც მათში მოხდა. ეს სახლი მიტოვებულია იმის გამო, რაც შეწყდა აქ. ჩვენ ვიპოვეთ ფრანგული მამული, სადაც ვიღაცამ ყველაფერი შეინახა. ყველა წერილი, ყველა საფოსტო ბელა, საფოსტო ბარათი, 10 წლეულების განმავლობაში შენახული. დიდი ხნის შემდეგაც კი, როცა ისინი, ვინც ეს წერილები დაწერა, უკვე აღარ იყვნენ და მათ გვიანბეს ისტორია, რომელიც მას შემდეგ ვერ დაგვავიწყდა. ოჯახი, რომელმაც მთელი იმედი ერთადერთ შვილზე დაამყარა. და შვილი, რომელმაც როცა ისინი დაკარგა, ნელ-ნელა საკუთარი თავიც დაკარგა მწუხარებასა და დამოკიდებულებაში. ეს ის სახლია. ვიფიქრე, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ვიდეო იქნებოდა, მაგრამ 1 საათი ვიკვლიე და გაუგნებული ვარ იმ ისტორიით, რაც ამ ადგილის შესახებ აღმოაჩინეთ. ეს სახლის შესასვლელია. მაგრამ ჯერ მოდით აგიყვანთ მათ გადაზრდილ ბაღში. ხო? კარგი. მომეცი ეს დავხურო. აქ მოგვიანებით შევალთ. მაგრამ უბრალოდ მინდა აქედან გაგატაროთ. და გაჩვენოთ. სახლი, რომელსაც დღეს დავაფიქსირებთ. სრულიად გადაზრდილია. ბოლო 16 წლის განმავლობაში. ის მიტოვებულია. სრულიად გიჟურია. მზე უკვე სათმოოდ მაღლა ამოსულია. მაგრამ ხო, ეს საოცარია. კარგი. და აი აქ ბაღის უკანა მხარეს ჩვენ გვაქვს სრული ავტოფარეხი და სათავსო. და სწორედ აქ ასრულებდა თავის საქმეს ოჯახის მამა. მე გავიგე, რომ ის იყო კონსტრუქციული ინჟინერი. ამიტომ ეს ბეღლები, რომლებიც ჩვენს უკანაა, ყველაზე მეტად ალბათ ჰენრის სამფლობელო იყო. ჰენრი ოჯახის მამა, ის დაახლოებით 1930 წელს დაიბადა და ალბათ მთელი ცხოვრება ამ სოფელში ცხოვრობდა. ის ნამდვილად მთელი ცხოვრება ამ სახლში ცხოვრობდა, თავი თავის ცოლ მადლენთან ერთად. და შეხედეთ მათ სახლს ახლა, ეს სრულიად წარმოუდგენელია. მოდით ცოტა მოგატარებთ აქაურ ბეღლებში. აქ უკვე ბევრი სანახავი აღარ დარჩა. ეს უბრალოდ საწყობია, სადაც მთელი ოჯახისათვის საჭირო შეშას ინახავდნენ. აქ ზემოთ სხვადასხვა ნივთს ინახავდნენ. და აქ ასევე არის. ამ მხარესაც არის სექცია. მოდით ისიც შევამოწმოთ. ეს უბრალოდ ჩემს თავშია, როცა ამ ადგილას შევდივარ. შეგიძლიათ ნახოთ მისი ყველა ხელსაწყო და ყველაფერი აქვე გარშემო ჯერ კიდევ მოწესრიგებულად დალაგებულია. ვაუ! აქაც კი დარჩენილია ძალიან ძველი კოკა-კოლას ბოთლები. რომელი წლიდანაა ისინი? არ ვიცი, 2002 წლიდან. კარგი, ეს ბევრად უფრო ძველად გამოიყურებოდა, ვიდრე თავიდან ვიფიქრებდი. მაგრამ ასეთი ავტოფარეხი მისტერ ჰენრისთვის ნამდვილად ლოგიკურია, რადგან მისტერ ჰენრი იყო კონსტრუქციული ინჟინერი და თავისი დროის უმეტეს ნაწილს ფრანგულ სამხედრო ძალებში მსოფლიოს გარშემო მუშაობაში ატარებდა. ხო და როგორც ხედავთ, მისი ყველა ინსტრუმენტი და ყველაფერი აქვეა მოწესრიგებულად დარჩენილი მას შემდეგ, რაც ის დაახლოებით 2000 წელს გარდაიცვალა. ვაუ! რას ვხედავთ აქ ბეღლის უკანა მხარეს? ერთი სწრაფად გადავხედოთ. ქვები სახლისთვის, მაგრამ აქ არაფერია განსაკუთრებული, მხოლოდ ბაღის ხელსაწყოები. მე სრულიად აღფრთოვანებული ვარ ამ ლამაზ პატარა ფრანგულ სახლებით. ზოგჯერ ისინი უფრო მეტადაც კი მომწონს, ვიდრე ის მამულები, რომლებსაც სულ ვიკვლევთ, დიდი სასახლეები. უბრალოდ მათში ცოტა მეტი ხიბლია, ვიდრე ამ დიდ სასახლეებში. აქ მეზობლებთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ალბათ არც კი იციან, რომ ამ მიტოვებულ სახლს ვინმე სტუმრობს. კარგი. მთელი დრო ქუჩაში ლაპარაკობენ, მესმის მათი ხმა. კარგი, მოდი ალწიოთ ჟალუზი და შევიდეთ ამ ოჯახის სახლში. ეს იქნება ცხოვრების უდიდესი თავგადასავალი. კარგი. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ყოფილა ამ სახლში მას შემდეგ, რაც მორისი აქ ცხოვრობდა 2010 წელს. 2010-იან წლებში მორისი იყო ბოლო ადამიანი, ვინც ამ სახლში ცხოვრობდა.
და ამის შემდეგ ყველა ფანჯრის ჟალუზი დაიხურა. და ალბათ 15 წლის განმავლობაში აღარ გახსნილა, სანამ ჩვენ დღეს აქ ვართ. მე გავხსნი მას, ცოტა ბუნებრივ სინათლეს შევშვებ სახლში, რომ გადაღებისას აქ ცოტა ბუნებრივი სინათლე გქონდეს. რადგან ეს ყოველთვის ძალიან კარგია. და ხედავთ, რომ შევდივართ ძალიან ტიპურ ფრანგულ სოფლის სახლში. ეს არის პატარა საყვარელი პატარა სახლი, სადაც ამ ოჯახმა მთელი ცხოვრება გაატარა. ჰენრი და მადლენმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მოზარდობაში გაიცნეს და მთელი ცხოვრება ერთად არ დარჩნენ. უბრალოდ კედლებს უყურებ და ალბათ თქვენც ამჩნევთ ამ საოცარ ნაქარგობას ან ნაკერს კედელზე. და ეს არის მადლენის ოჯახის დედის ნამუშევარი. ის დღეებს ატარებდა მორისზე, მათ შვილზე, ზრუნვაში, მაგრამ ასევე აკეთებდა ასეთ საქმეებს, რომ ეს სახლი ნამდვილ სახლად ექცია. ამ კუთხეში ეს ერთი დავინახე და ეს მართლა ძალიან მომწონს. როგორც ხედავთ, ეს არის სახლის გარეთა მხარე, რომელიც მან აქ ამოქარგა და რამდენიმე მათგანსაც ვნახავთ, რომ შეგიქნათ წარმოდგენა. მან მთელი საფრანგეთის რუკაც კი გააკეთა. როგორც ხედავთ, ესპანეთი, ხმელთაშუა ზღვა, ბელგია, ლუქსემბურგი, ყველაფერი არის აქ. ის ნამდვილი ხელოვანი იყო. როგორც ხედავთ, სრული ანბანია. ო, პარიზი. პარიზი ის ადგილია, სადაც მორისი ადრე იურიდიულს სწავლობდა. და ალბათ ისინი ხშირად სტუმრობდნენ პარიზს. მარცხვები სამუდამოდ. ეს ძალიან მომწონს. და აქ როგორც ჩანს, სახატარა გამოსახულებაა. როგორც ხედავთ, მადლენმა, ოჯახის დედამ, ნამდვილად ძალიან მზრუნველი დედა იყო და სურდა ეს ადგილი რაც შეიძლება ლამაზი ყოფილიყო. კენკრის სახლის დაბრუნება ისევ, ზემოთ სახლის გამოსახულებით. და აქ იყო პატარა დასასვენებელი ადგილი ოჯახისათვის. პატარა დასასვენებელი სივრცე, აქ ჯერ კიდევ გვაქვს კარა და სავსე ჭიქებით და ეს საკმაოდ საინტერესოა. აქ არის ყველაფერი და ტანსაცმელი, რომლითაც მზადდება ის ნაქარგები, რომლებიც კედელზე კიდია. ვაუ! ასე რომ მან ნამდვილად აქედან აკეთებდა მთელ თავის საქმეს. და მე ასევე მქონდა ფილფიტების დამგვრელი, ბევრი კასეტით. ხო, ბევრი კასეტით. და აქ მჭირდება. მაგრამ ეს ფოტო ალბომზე გადამიყვანს, რომელიც აქ დივანზე დევს. ეს ფოტო ალბომი საკმაოდ მნიშვნელოვანია ამისთვის და როგორც ხედავთ, მის წინა მხარეს ორი აქლემი არის გამოსახული. და აქ წერია: სუვენირები ალჟირიდან. და ამ ფოტო ალბომის შიგნით შეგიძლიათ ნახოთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ალჟირში სამხედრო სამსახურშია. როგორც ხედავთ, აქ ის ვირებზე ზის. ეს საკმაოდ მაგარია, არა? და ეს მთლიანად სავსეა მისი სამხედრო სამსახურის დროინდელი ფოტოებით. ეს ფოტოც ძალიან მომწონს. ხედავთ, აქ ალჟირში საშობაო ნაძვის ხე აქვს. და როგორც ჩანს, დიახ, ისინი 1959 წელს ალჟირში ფრანგულად აღნიშნავენ ნოელს, ანუ შობას. და სწორედ აქ იწყება ისტორია, რადგან ანრი ამის შემდეგ წავიდა სამხედრო სამსახურში და ის იყო სამოქალაქო ინჟინერი სამხედროებში. და რა თქმა უნდა, სამხედრო სამსახურს ძალიან დისციპლინირებული ცხოვრება მოჰყვება. და მას ასევე სურდა ეს თავისი შვილის მორისისთვისაც. და მან იგი ძალიან რთული იურიდიული განათლების მისაღებად გაგზავნა. და მოგვიანებით სახში ვნახავთ, რად გადაიქცა ეს ყველაფერი. მათი გვარი იყო დელორმი. და რაც უფრო მეტ მათ წერილს ვკითხულობდით, მით უფრო გვეგონა რომ ვიცნობდით მათ. ერთი სწრაფი შენიშვნა, რასაც ახლა მოისმენთ, ჩვენი საუკეთესო გაგებაა. წერილებიდან და დიდი კვლევიდან შეკოწიწებული. ეს დადასტურებული ფაქტი არ არის. ანრი მამა სამოქალაქო ინჟინერი იყო. მან სამხედრო სამსახური ალჟირში გაიარა და სახლში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, რომ მის შვილს უფრო მარტივი ცხოვრება ექნებოდა ვიდრე მას. მადლენ დედა ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ამ სახლში თითქმის ყველა წერილი მან დაწერა და მისი სული იგრძნობა თაროებზე არსებულ ყველა წიგნში. და მათ ერთი ვაჟი ყავდათ, მორისი. მათი მთელი სამყარო. შეგიძლიათ ის სამყარო ამოიკითხოთ ბარათებში, რომლებიც შეინახეს. არდადეგები საფრანგეთსა და შვეიცარიაში. და ერთი და იგივე სურვილი, ისევ და ისევ. ისწავლე ბეჯითად, ბევრს მიაღწია. გაგვამაგე. მორისი პარიზში წავიდა სამართლის სასწავლებლად. თუმცა რაც უფრო ვკითხულობდით, მით უფრო გვეგონა, რომ ეს მათი ოცნება იყო და არა მისი.
შემდეგ 1990-იან წლების დასაწყისში წერილები შეიცვალა. იმედი ავადმყოფობად იქცა, მკურნალობებად, სისხლის გადასმებად. მადლენე კვდებოდა და რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. ანრიც მალევე მიჰყვა მას და სწორედ აქედან მელნელა შევკარით ის, რაც მორისს დაემართა. როცა მისი მშობლები აღარ იყვნენ, მისი ცხოვრების მთელი წყობაც დაინგრა. მელნელა მიხვდით, რომ ის ალკოჰოლიზმს მიეცა და წლები უბრალოდ გაატარა. გარდაიცვალა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იმ ცხოვრებისა, რომლისგანაც ოდესღაც ყველა ბევრს ელოდა. კითხვაც ისაა, რატო უნდა წასულიყვნენ ფრანგები ალჟირში სამხედრო სამსახურის გასავლელად? მაგრამ საფრანგეთს ალჟირში კოლონია ჰქონდა 1954 წლამდე და ასევე ჰქონდათ სამოქალაქო ომი 1954-დან 1962 წლამდე. ასე რომ, რასაც აქ ხედავთ, ეს მხოლოდ სამხედრო სამსახური არ არის, არამედ ფრანგი ახალგაზრდები იგზავნებოდნენ ალჟირში ფრონტზე საბრძოლველად. გულისხმობ, ამ ფოტოალბომიდან ასე სერიოზულად არ ჩანს, მაგრამ ალბათ რაღაცეები ნახა ალჟირში, როცა იქ იყო. ეხლა გავაგრძელოთ და სახშიც კიდევ უფრო შიგ-შიგნით შევიდეთ. აქაც ბევრი მუსიკალური ჩანაწერია, ბევრი VHS ფლეიერი და მგონი ეს მოწყობილობა ზემოთ გაუმჟღავნებელი ფოტოების სანახავადაა. აქ ზემოთ ეკრანია და ალბათ სინათლე სურათზე გაივლის და აქედან დაინახავ. ამ პულტსაც უყურებდი აქ. შეხედე მაგას რა, ნამდვილი დინოზავრია. და ეს ხუთი ბინოკლისთვისაა მგონი კი კარგი. წარმოიდგინე მცენარეებიც კი ან მარცრეულიც მინდვრიდან აქ დგას ამდენი წლის შემდეგაც. და ეს გვიყვანს ოჯახის სამზარეულოში. ალბათ იმ ადგილას, სადაც მადლენმა ბიჭებისთვის გემრიელი კერძები ამზადა. მათი გრძელი დღეების შემდეგ მორისის ციგნებიც კი აქვე აწყვია. ვაუ. მაგიდა ისევ გაწყობილია, აქ ზემოთაც კიდევ ბევრი რამ დევს. სრულიად აღფრთოვანებული ვარ ამ ფრანგული სამზარეულოებით, როგორ არის ისინი 4 ადამიანისთვის მაგიდასავით დაპროექტებული. და აქ ქვემოთაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ სასიარულო ჯოხი ისევ დგას, აქ ვიღაცა ამ სახლში და აქაც შეგვიძლია ეს დავინახოთ. აქ დარჩენილია უამრავი ფოტო და ეს ნამდვილად ჰენრისა და მადლენის სურათია. ეს ოჯახი მაშინ ძალიან თბილი ჩანდა, ძალიან დისციპლინირებული, მაგრამ ასევე ძალიან თბილი. მთის ფერდობზე დარბოდნენ თავიანთ ძაღლთან ერთად არდადეგებზე. აშკარად ჰქონდათ ფული დასახარჯად და დროს ამოგზაუროთ. ვაუ, აქ ძალიან ბედნიერები ჩანან. ვაუ, ეს საოცარია. და ეს მთელი სახლი ჯერ კიდევ სავსეა მშობლების და მორისის დოკუმენტებით. და ასე შეუძლია ამ ადამიანების სრული ისტორიის გაგება. აი აქაც გვაქვს ნატურმორტის ფოტო. არ ვიცი, ალკოჰოლის ბოთლი ფორთოხალთან ერთად, ხომ ასეა. მოდით ვნახოთ, რა დარჩა ამ კარადებში. კი, ჯერ კიდევ სავსეა ჭიქებით. ეს საკმაოდ ძველია. და აქ გვაქვს ბუხარი, რომლის წინაც ძალიან ლამაზი ნაჭრის ბუხრის ეკრანია. და როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ სავსეა ნაცრით. ვაუ, ყველა თებში აქ ზევითაა დალაგებული. და დაკონსერვებული საკვებიც კი დარჩენილია. აქ გვაქვს ალუბალი ან ზეთისხილი. ვფიქრობ, ეს საშინლად გამოიყურება. მე დღეს ამას არ ვცდი. არა, არც ერთს არ ვცდი. შემდეგ კიდევ ერთი ნაქარდი გვერდით დგას. და სახლი მთლიანად ალკოჰოლის სუმით არის გაჟღენთილი, რადგან ყველგან გახსნილი ალკოჰოლის ბოთლებია. აქ ხედავთ ბოლო თარიღს და წერია 1988 წელი. ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახლი მიტოვებულია მხოლოდ 2010 წლიდან. სამზარეულოს ყველა ხელსაწყო და აღჭურვილობა აქვედობა აქვეა დატოვებული პატარა ადგილას, რომ საჭმელი მოამზადო. ვაუ, კიდევ უფრო მეტი ქილა და ბოთლია აქ ქვემოთ. ეს დაუჯერებელია. ძალიან მომწონს ესეთი ტიპის სამზარეულოები. მაგრამ აქ დერეფანშიც შეხედე, რადგან ამ სახლში რაღაც მოხდა და ხედავ, რომ გვერდით რამდენიმე ღამურა წევს.
ასე რომ ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით, თუ უსახკარო ადამიანები აქ იძინებდნენ, მაგრამ საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, რომ საფრანგეთის ამ ნაწილში უსახკაროები არ არიან. რადგან ეს ისეთი პატარა ქალაქია შორს ქალაქებისგან და ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. აქ დერეფანშიაც ლამაზი ნახატებია და ისინი ალბათ მადლენის მიერაა დახატული, როცა ის აქ ცხოვრობდა. აი კიდევ ერთი ნაქარგი კედელზე. და კვეთები, ასევე ისეთი ნივთები, როგორიცაა ნათურები და სხვა ყველაფერი. მაგრამ ასევე შევნიშნეთ აქ ფანჯარაში და კარგად უნდა დააკვირდეთ. მაგრამ იქ ჟალუზის უკან მთელი დიდი ფუტკრის ბუდეა. იქ ფუტკრები აღარ არიან, მაგრამ ეს არის მთლიანი ფუტკრის ბუდე, რომელიც დარჩა. ეს დაუჯერებელია. Bienvenue Marietta. არ ვიცი რა არის Marietta, მაგრამ შეიძლება რაღაც რას მან მეგობრისთვის გააკეთა ან რაღაც მსგავსი. კარგი, კარის ზემოთ სასიამოვნო რამ არ არის, მაგრამ ეს გვიყვანს ამ ადგილის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ოთახში, მათ მისაღებ ოთახში, ძალიან მყუდრო მისაღებ ოთახში. უკვე უყურებ ჭერს იმ გამოჩენილი კოჭებით, ქვეშ კი ლამაზი ბროლის ჭაღი კიდია. ეს კედელზე დაკიდებული იტალიური ბაროკო სტილის სარკეს გავს. ამ ადგილას მცხოვრებ ხალხს ნამდვილად ბევრი სტილი ჰქონდა. აქ ქვემოთ დივნებია, ამ მხარესაც კი მცენარეები და ყველაფერი აქვთ. ჯერ კიდევ იქ დგას, სიგიჟეა, კიდევ ერთი ნაქარგი ქვემოთ. კარგი, ოთახში საათის ისრის საწინააღმდეგოდ გავივლი და აქ შეგიძლიათ ნახოთ. მაგიდაზე. აქ გვაქვს მისტერ ჰენრის ან მორისის სიგარები. თუ შევძლებ ფოკუსირებას, აქ არის მისტერ ჰენრის ან მორისის სიგარები. ჯერ კიდევ იქცევს იმ დროიდან. მცენარეები და ყველაფერი ისევ აქ დგას. და ნახეთ აქეთ. აქ მაგიდაზე ჯერ კიდევ უზარმაზარი რაოდენობის კამერებია და ეს ყველაფერი ძველი კამერებია. და ისინი სიტყვით ყველაფერს უღებდნენ ფოტოებს. ეს ალბათ ერთ-ერთი მათი ჰობი იყო, რადგან მორისი უკაცრავად ჰენრი ის რა თქმა უნდა სამოქალაქო ინჟინერი იყო და მისი ცოლი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო, ასე რომ ისინი ნამდვილად არც ერთი არ იყვნენ. ფოტოგრაფები არ იყვნენ, როგორც ხედავთ, მათ ხო ძალიან მაგარი კამერები აქაც დგას, ძველი სკოლის Canon და ყველა მუშაობდა ფილმის რულონებით. ვაუ! მინდოდა ერთ-ერთი მათგანი მეც მეცადა. ესეც შესანიშნავია. ესენი მართლაც უნიკალური ნამუშევრებია. აქ რომ დატოვო, შეხედე ამას, ეს თითქმის პინჰოლის კამერას გავს. ვაუ! ეს საოცარია. თელი კარადა. იქ ქვემოთ კასეტები ან ბარათები, რომლითაც თამაშობდნენ, ეს არის უჯრა, სადაც ყველა ის თამაშია, რომლითაც ოჯახი ერთად თამაშობდა. აქ გვაქვს ბუხარი, მის გვერდით ორი სკამით, ძალიან მყუდრო გარემოა საღამოს დასაჯდომად და ოჯახის წევრებთან სასაუბროდ. ხო. დიახ, ეს სახლი არსად არ წავა, იმდენად კარგად არის აშენებული. ეს შესანიშნავი საათია. ლონდონშია დამზადებული, შეგიძლია ნახო, რომ ზემოთ მთვარე და მზის საათია. აქ რამდენიმე პატარა მინიატურული ნახატია და რა თქმა უნდა არ გამოვტოვებ ამ ზეთის ნახატს, რომელიც ბუხრის ზემოთ კიდია. საოცარი ჩარჩოა გარშემო. ვაუ. მე კიდევ ერთი იმ სკამებიდან იმ ხარეს. ამ სახლში სანტა კლაუსიც კი არის, რის გამოც შეიძლება იფიქრო, რომ სახლი შობის პერიოდში მიატოვეს. ხშირად ვამბობ ამას, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის. აქ კარადებში რამდენიმე ქანდაკებაა დატოვებული. ქანდაკებები ყველგანაა. ფაიფური ყველგანაა. ვიღაც ამ ოჯახში ამაზე იყო შეპყრობილი. ლუდის დოქია. ვაუ, და აქვე აფრიკული ხელოვნების ნამუშევრებიც გაბიც. ამ ხალხს ბევრი უმოგზაურია, როგორც უკვე ფოტოებიდან ვნახეთ, და ისინი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ.
და მათ მორის მშვენიერი ცხოვრება აჩუქეს. ფაქტობრივად მისცეს ყველა შესაძლებლობა, რაც ცხოვრებაში წარმატებისთვის სჭირდებოდა. ამ ფოტოზე კი მორისის ცოლია, რომელსაც მოგვიანებით ვნახავთ. დაუბრუნდეთ ამ სახლს. აქ კიდევ ერთი ნატურმორტია ლამაზი ყვავილებების ქოთმით და კედელზე კიდევ რამდენიმე ნახატით. მაგრამ აქ ზემოთ კიდევ ერთი ფოტოალბომია და ეს ფოტოალბომი ცოტა მეც გვიჩვენებს. ჰეი, უბრალოდ მინდოდა მენახა, ხო? მათი უზრუნველ ცხოვრებიდან ჩანს, რომ ბევრს მოგზაურობდნენ, პარიზშიც იყვნენ. როგორც ხედავთ, ადგილი, სადაც მორისი სწავლობდა, მათ ძალიან ბევრი ლამაზი ფოტო გადაიღეს და ყველა ამ ფოტოალბომში მოათავსეს. ეს საოცარია. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მორისს ძალიან დისციპლინირებული და მკაცრი აღზრდა ჰქონდა, როგორც წინა წერილებიდან ნახეთ, მან როგორღაც შეძლო წარმატების მიღწევა ცხოვრებაში. მაგრამ მოგვიანებით, როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ, სევდასა და დამოკიდებულებაში ჩავარდა. ასე რომ, დაახლოებით 2000 წელს მისი მშობლები გარდაიცვალნენ. ჯერ დედამისი დაავადდა და 1987 წელს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემდეგ კი მამამისიც 2000-იანი წლების დასაწყისში მალევე დედის გარდაცვალების შემდეგ გარდაიცვალა და მორისმა ეს დანაკარგი ვერ გადაიტანა. ჩვენ ნახეთ ბევრი წერილი მთელ სახლში, რომლებიც მორისს იყო გამოგზავნილი და ეკითხებოდნენ, კარგად იყო თუ არა, რადგან მას ალკოჰოლიზმის გამო რამდენჯერმე მოუწია კლინიკაში წასვლა. და ალბათ ამიტომაცაა ეს მატრასებიც აქ დაგდებული. მან ცოტა არეულობა შეიტანა ამ სახლში. და ამ ეტაპზე 2010-იან წლებში, როცა მან ეს სახლი დატოვა, არ ვიცით, ცოცხალი იყო თუ არა, კლინიკაში გადაიყვანეს თუ რამე მსგავსი მოხდა, თუ გარდაიცვალა. ამაში დარწმუნებული არ ვართ, მაგრამ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ასობით წერილი იყო მის სახელზე გამოგზავნილი, სადაც ეკითხებოდნენ, კარგად იყო თუ არა. ასე რომ, მამა აიძულებდა მას ბევრი ესწავლა, დისციპლინირებული ყოფილიყო და სამხედრო სამსახურში წასულიყო. ალბათ ეს მას მოგვიანებით ცხოვრებაში დაუჯდა იმით, რომ ამ ორმოში ჩავარდა და ვერ შეძლო მშობლების დაკარგვასთან გამკლავება და ამ წუხარებაში ჩავარდა. ის იყო ერთადერთი შვილი და მშობლების გარდაცვალების შემდეგ მარტო დარჩა ამ ადგილას. ისინი 2000-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალნენ. თვითონ სახლსაც კი ახლა ძლიერ ალკოჰოლის სუნი ასდის. და ამდენი წლის შემდეგაც კი, რაც მორისი აღარ ცხოვრობს ამ სახლში, მაინც იგრძნობა, რომ აქ რაღაც მოხდა. წავიდეთ ცოტა შორს და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მეტი გავიგოთ ამ ამბის შესახებ. რა მოხდა აქ? კიდევ ერთი ნატურმორტი. მართლა ვფიქრობ, რომ ეს ნატურმორტები ნამდვილად იმ დროიდანაა, როცა მშობლები ჯერ კიდევ აქ ცხოვრობდნენ. უზარმაზარი სარკე დგას იქ. აქ ქვემოთ კიდევ უფრო მეტი წიგნი და სხვა ნივთებია. ვაუ. ეს საოცარია. სახე ამ საჩუქრებთან ერთად. ამ სახლში ბევრი შობის საჩუქარი ან შობის ნივთია, რომელიც ჯერ არ შემემჩნევია. ზოგი. მელანი. აქ გვაქვს ცოტა მელანი დარჩენილი, შავი მელანი. და მთელი კარადა ისევ სავსეა, ფაიფურით, თეფშებით, ჯიქებით და ყველაფრით, რაც აქ დარჩა. ვაუ. ეს რა არის? მგონი ეს რაღაც თამაშია. არ ვარ დარწმუნებული ეს რა არის. კარგი. რა მაგარი მისაღები ოთახია. რა ლამაზი ტიპური ფრანგული მისაღები ოთახია. ეს მართლა ძალიან მომწონს. ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო ის კი არ არის, როგორ დასრულდა მორისის ცხოვრება. სწორედ ისაა, რასაც ის ეჭიდებოდა. მთელი ის წლები მარტოობაში, როცა სახლი ინგრეოდა მის გარშემო, მორისმა მათი წერილები უსაფრთხოდ შეინახა. ყველა წერილი. საღებავი შეიძლება აეფცქნათ და ოთახები ჩამოშლილიყო, მაგრამ მშობლების მოგონება იყო ერთადერთი, რასაც მორისი არ მისცემდა გაფუჭების უფლებას. გრძნობ, რომ ეს ბარათები ერთადერთი იყო, რაც მას დარჩა იმ ადამიანებისგან, ვინც მას ჯერჯეროდა. 2000-იანი წლების ბოლოს სადღაც ეს ყველაფერი მთავრდება. ვერ ვიტყვით ზუსტად, აქ მარტო გარდაიცვალა თუ ზრუნველობაში გადაიყვანეს და აღარ დაბრუნებულა. მაგრამ არავინ მოვიდა, რომ ამ სახლს დაპატრონებოდა.
და 2000-იანი წლების დასაწყისისთვის უბრალოდ მიტოვებული იყო, ზუსტად ისე გაყინული, როგორც მასში ცხოვრობდა. სახლი, რომელიც ოდესღაც ამბიციებით იყო სავსე, ნელ-ნელა სიჩუმემ შეავსო. კარგი, ახლა მოდით ავიდეთ სახლის მეორე სართულზე. შეიძლება აქ კიბეებიდან ცოტა უკეთ შეგეძლოთ დაგენახათ ის ნახატები, რაც თქვენ დახატეთ. ისინი მართლაც შესანიშნავია. ალბათ ისინი ბაღში არსებულ მცენარეებსაც კი ასახავენ. ვაუ. როგორც ხედავთ, მთელი სახლი ხისგანაა აშენებული. ყოველი კედელი ლამაზადაა დაფარული ხით. და აქვე გადის ეს ხის კოჭებიც. მაგრამ აქ ზემოთ ისევ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამ სახლის არსებობის ბოლოს ბევრი რამ გადაადგილდა. ყველაფერი საკმაოდ არეულად გახდა. მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ფოტოგრაფი, რომელსაც მართლა უნდოდა ამ ადგილის ნახვა, აქ შემოვიდა და ამ ოთახებიდან ზოგიერთი დაასუფთავა. ეს კიდევ ერთი თეფშია მოგზაურობიდან. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მასზე რამდენიმე აკლემი არის გამოსახული. ხო, ასევე ის აბაზანაც სრულიად თავდაღირა. ალბათ იმ დროიდან, როცა მორისი უკვე კარგად აღარ იყო და ამ სახლში მარტო უწევდა ცხოვრება მშობლების და შეყვარებულის გარეშე. არ ვიცი რა დაემართა მის შეყვარებულს, რომელსაც ადრე სურათებზე ვხედავდით. ჰაგი. დიახ. ეს სახლის ის ნაწილია, რომელიც ძალიან მინდოდა, რომ მეჩვენებინა შენთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მაგიდა, რაც მიტოვებულ ადგილებში მინახავს. უბრალოდ შეხედე მას. შეხედე ამ მაგიდაზე არსებულ საოცარ კვეთებს. შეგიძლია პირდაპირ თითი გაატარო აქ და აი რამდენად ღრმა დამოჯრეს ეს ხის ნაკეთობა ამ სვეტზე. როგორც ჩანს, აქ დრაკონებია გამოსახული. ეს აზიურ ანტიკვარულ ნივთს ჰგავს. ყველაზე მეტად ჩინურს ან რამე მსგავს ჰგავს. ვაუ. ეს ისეთი ლამაზია. და ისიც კი სკამი, რომელზეც ადრე ვიჯექი, განსაკუთრებულია. მის წინ ლომები არიან გამოსახული. თითქმის გავს იმ სკამს, რომელზეც კლეოპატრა იჯდა, როცა ეგვიპტეს მართავდა. და შემდეგ მთელი მავიდაც კი. ალბათ ეს ის ადგილია, სადაც ოჯახი ბუღალტერიას აწარმოებდა, სადაც მორისი ადრე სწავლობდა. ყველაფერი ისევ იქ დარჩენილია. აქაც კი დარჩენილია რამდენიმე ტყვია. ალბათ ჰენრის ნადირობისას დარდარჩა. მეც ძალიან მიყვარს ესენი. პეპელა. და შემდეგ მის გვერდით კოჭებიანი მაგნიტოფონი. და ზემოთ იქ მათი მოგზაურობებიდან სოფლიოს გარშემო მოტანილი სხვადასხვა ნივთები. ფანქრები და ყველაფერი. პატარა საუბრები. სრულიად დაუჯერებელია. აი კიდევ ერთი იმ კედელზე ჩამოკიდებული ტაქსიდერმიული პეპლებიდან. კარგი. ხო, უბრალოდ ვერ წვეთ მაგიდისა და სკამის განლაგებას ყურებას, რაც აქ წინ გვაქვს. და სახლიც, რომელიც გარშემოა, ასევე ძალიან ლამაზია. ეს გავს რაღაცას, რაც ინდოეთიდან არის ჩამოტანილი. რაღაც ჯაიპურიდან ან მსგავსი ადგილიდან. კარგად მოგზაურობდნენ ეს ადამიანები. მოდით ნახოთ ეს საძინებელი, რომელზეც უნდა გადავწყვიტოთ. ხო, ეს საძინებლები ძალიან საყვარელია. სრულად ისევ ხისგან არის გაკეთებული. ეს რა დევს აქ საძოლზე? ეს მეორე მსოფლიო ომის სურათების წიგნია მგონი. არა. ეს წიგნი ომზეა. და ალბათ ამ სახლში მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ჰენრი, თავადაც ძალიან იყო გატაცებული ომით. კიდევ რამდენიმე რამ გვერდებს. აქაც გვერდით ლამპარია ამ ლამაზ პორცელანის ნახატით. მოდით ნახოთ კარადაში კიდევ რამე თუ არის. კი. შეხედე ამას. აქ ტანსაცმელი საოცარია. ვაუ, ეს თითქმის იაპონურ კიმონოს ან ერთ-ერთ ტრადიციულ ჩინურ სამოს ჰგავს. ვაუ, ეს ძალიან ლამაზია.
ძალიან ბევრ ქვეყანაში ნამყოფია. იფიქრებდი, რომ ადამიანებს, რომლებიც ასეთ პატარა ქალაქში ცხოვრობენ, ყველაფრისგან შორს ბევრი ფული არ ექნებოდათ, მაგრამ ეს ადამიანები განსხვავებულები იყვნენ. ისინი ბევრს მუშაობდნენ და ჩემი აზრით, ისინი ჩვეულებრივზე მეტს აღწევდნენ. ვაუ. ფარანი. ჭაღი. ეს ჭაღი საოცარია. ვაუ. ეს ძალიან ლამაზი ნამუშევარია. უნდა დავაკვირდე ამას უფრო ახლოდან. შიგნით ყვავილებია. როგორცაა გაკეთებული. აბსოლუტური შედევრია. შემდეგ კი ამ სახლის მეორე საძინებელს შევდივართ. ასე რომ ალბათ მშობლების საძინებელი ვნახეთ, შემდეგ კი მორისის შვილის საძინებელი. აქ ტამპლიერისაც კი არის. აქ კედელზე კიდია ტაპესტრი ტამპლიერის გამოსახულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ნამდვილი არ არის. მაგრამ თუ ნამდვილი იქნებოდა, მაშინ მას ამ ოჯახში ადგილი არ ექნებოდა. აქ ყველაფერი ისედაც ხვირის. მისი მოდერნისტული მოდელი და გავლენაც. ყველა ეს ნაქარგი. შეხედე ამას. ეს არის სცენა, ალპული სცენა. ალბათ საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან ან მსგავსი ადგილიდან. ვაუ. ძალიან მაგარი საძინებელია. მეც ძალიან მენდომებოდა ასეთი სახლის ფლობა საფრანგეთში. ეს ნამდვილად ჩემი ოცნება, ოდესმე ცხოვრებაში ამის მიღწევა მინდა. ყველგან გამოჩენილი ხის კოჭები. შემიძლია. ვაუ, მასზე ეკლესია გამოსახული. დამავიწყდა ესეც მეჩვენებინა შენთვის. ეს არის ფოტო დრონით ან ვერტფრენით გადაღებული სახლის თავზე. მაშინ 80-იან და 90-იან წლებში ისინი დაფრინავდნენ საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. შემდეგ ისინი იღებდნენ სახლების ფოტოებს, კარზე აკაკუნებდნენ, აჩვენებდნენ ფოტოებს და ცდილობდნენ გაეყიდათ ისინი მაცხოვრებლებისთვის. ეს იყო იმ დროამდე, სანამ ხალხს დრონები და მსგავსი ტექნიკა ექნებოდა. ასე აღმოჩნდა ეს ფოტოები მიტოვებულ ადგილებში. ბევრ სახლში ხშირად შეხვდებით მათ, განსაკუთრებით პორტუგალიაში. ბევრ ასეთ ლამაზ ფოტოს ნახავთ სახლებიდან. და ვფიქრობ, ეს ძალიან განსაკუთრებული რამ იყო იმ დროს, სანამ დრონები და სხვა ტექნოლოგიები გამოიგონებოდა, რომ ასეთი ფოტო გქონოდა შენი სახლის და ის სახლში დაგეკიდა. და აქ გვერდით, დამავიწყდა მაჩვენებინა, კიდევ რამდენიმე რამ არის, მაგალითად, კიდევ რამდენიმე აფრიკული ხელოვნების ნიმუში. მაგრამ აქვე გვერდით კიდევ ერთი ოთახია. და ამ ოთახში ბევრი რამე უნდა დავფარო, რადგან იატაკზე ასობით და ასობით სექსუალური ჟურნალი და ფილმია დაყრილი, სადაც შიშველი ქალები და კაცები არიან გამოსახული. და ვფიქრობ, ეს ალბათ იმ დროიდან არის, როცა მორისი მარტო ცხოვრობდა ამ სახლში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, როცა ძალიან დამოკიდებული იყო. და ეს მთელ სახლში გვხდება. და ზოგიერთი მათგანი ძალიან გრაფიკულია და უკიდურესად მძიმეა. ისეთ ზომამდე, რომ მე თვითონაც ძლივს უყურებ. ხო, საკმაოდ შოკირებული ვიყავი, როცა პირველად ამ ოთახში შემოვედი და დავინახე ეს გროვა, სადაც ათასობით ასეთი ჟურნალი ეყარა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანს ოდესმე უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან ლამაზი ოთახია, სადაც კიდევ ბევრია სხვადასხვა გავლენა. იესო ქრისტეს წმინდა ჯვარი, რომელიც იქ კედელზე კიდია, ალბათ ამ ოთახს არ მოიწონებდა. ხო, რა ადგილია. რა წარმოუდგენლად სევდიანი ისტორია ამ ადგილის შესახებ კიდევ ერთხელ. და იმედი მაქვს, მორისი კარგადაა. იმედი მაქვს, ის დამოკიდებულების სამკურნალო კლინიკაშია, მაგრამ დაწუნებული არ ვარ. და ჩვენ ვეღარაფერი ვიპოვეთ მასზე. და ეს არის მიზეზი, რატომაც ეს სახლი უკვე 10 წლე უნახევარია მიტოვებულია. და ეს წარმოუდგენელი სახლია. იმედი მაქვს, ოდესმე ის გადარჩება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგეხადოთ ამ ვიდეოს ყურებისთვის და შევამოწმე, რამდენი ადამიანია ამ არხზე გამოწერილი და მხოლოდ 20%-ია იმ ადამიანებიდან, ვინც ვიდეოებს უყურებს, არხზე გამოწერილი. ასე რომ გთხოვთ გაგვიკეთეთ ერთი სიკეთე, ჩამოდით ქვემოთ და დააჭირეთ გამოწერის ღილაკს. ასევე თუ ამ ვიდეოებს რეგულარულად უყურებთ, გადაამოწმეთ გამოწერილი ხართ თუ არა, რადგან ზოგჯერ გაურკვეველი მიზეზით გამოწერიდან ხსნიან.
ასე რომ გთხოვთ გააკეთეთ ეს ჩემთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩვენ შეგვიძლია ეს ვიდეოები მსოფლიოს უფრო მეტ ადამიანს ვაჩვენოთ. ამ ყველაფრის შემდეგ დიდი მადლობა ყურებისთვის და მომავალ კვირას კიდევ ერთ შესანიშნავ ეპიზოდში შეგხვდებით.